ამ ვიდეოში გაგიზიარებ ერთ ტექნიკას, რომლის მეშვეობით 10 ჯერ ბედნიერი გახდები. და მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან. გახსოვს ბავშვობაში, როდესაც ახალი წელი მოდიოდა, შენს მშობლებთან ერთად იკრიბებოდით სუფრასთან, ალბათ ხსნიდით რაღაც საჩუქრებს, არ ქონდა არანაირი პრობლემები, გრძნობდი იმ სითბოს, სიხარულს, ბედნიერებას. შეიძლება ეგ პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20, 30 წლის წინ. მაგრამ რა უნდა გააკეთო ახლა? ამ წამს, როდესაც ახლაც ყველაფერი კარგად არის. შეიძლება ყველანი შენს ოჯახში ცოცხლები არიან, ჯანმრთელები არიან. ერთი გაელვება გჭირდება, რომ გაიაზრო, ანუ შენ ამ მომენტს, დღევანდელ დღესაც, ხომ ზუსტად ისევე გაიხსენებ 10, 15 და 20 წელიწადში, როგორც ახლა იხსენებ იმ ბავშვობის პერიოდს. ხომ ზუსტად იგივე ნოსტალგია გექნება აი ამ დროის. ახლა არის 2025 წლის ნოემბერი. არ ვიცი რამდენი წლის ხარ, მე ვარ 32 წლის, მაგრამ ვიცი რომ ზუსტად ეს მომენტი გამახსენდება ძალიან კარგად. 10-15 წელიწადში უფრო ტკბილად ვიდრე ახლა გრძნობ ამ მომენტს. მაგრამ ზუსტად ეს პარადიგმის შეცვლა მეხმარება, რომ მომენტშიც კი დავტკბე და არა მხოლოდ მომავალში და ვაიმე რა კარგი იყო ადრე. მსგავსმა ფიქრებმა რო არ შემაწუხოს. ზუსტად ესაა ის მომენტი. დღეს ცხოვრობ იმ მომენტს, რომელსაც გაიხსენებ 15-20 წელიწადში და ნოსტალგიაში ჩავარდები. ნოსტალგია არ არის კარგი შეგრძნება, არავინ მოგატყუოს. ნოსტალგია არის უფრო ის ნეგატიური შეგრძნება, რომელიც უფრო მელანქოლიაში გაგდებს ვიდრე პოზიტივში და ფიქრობ იმაზე, რომ ადრე უფრო კარგი იყო, ვიდრე არის დღეს. და ეს რო არ დაგემართოს, გაიაზრე, რომ ზუსტად ის მომენტი, რომელზეც გექნება ნოსტალგია 15-20 წელიწადში, არის დღეს. ზუსტად ის წამები არის დღეს. უფრო მეც გეტყვი, შენ გეგმავ მომავალს დღეს, შენ ბედნიერი ხარ და გრძნობ ემოციებს დღეს. უბედური ხარ და გრძნობ ამ ნეგატიურ ემოციებსაც დღეს, ამ წამს. შენ ფიქრობ ბავშვობაზე და ნოსტალგირებ დღეს, ამ წამს. შენ ხდები მდიდარი და ბედნიერი დღეს, ამ წამს. როგორც კი ამას გადაწყვეტ. სხვა დანარჩენი დრო არის მხოლოდ და მხოლოდ შენს თავში. რეალურად შენ ცხოვრობ მარტო ამ წამებს. და მოდი იმისთვის რომ უფრო ბედნიერი გახდე, არ აუცილებელი ნოსტალგიაში ჩავარდე. თუ შენ მხოლოდ წარსულით ცხოვრობ და იმ მომენტში გონია რომ ბედნიერი ხარ, ეგრე არ არის. ეგრე იმ მომენტში ვითომ ბედნიერი ხარ, როცა სიგარეტსაც ეწევი, როდესაც მარიხუანას მოწევ, ალკოჰოლს დალევ, შემთხვევითი სექსუალური კავშირი გექნება, მაგრამ მაგის მერე რა ხდება? სინამდვილე შეგრძნება, სიცარიელი. იგივეა ნოსტალგიაც. ყველა ის მომენტი, რომელიც შეგიძლია იცხოვრო, არის დღეს ამ წამს. და სხვა დრო ამისთვის არ არსებობს. შენ უნდა გადალახო კამერის შიში და დაიწყო კონტენტის შექმნა არა მომავალში, არამედ დღეს. შენ გრძნობ სუნთქავ დღეს, ყველაფერს აკეთებ ამ წამს და დღეს. იღებ სწორ გადაწყვეტილებებს დღეს და ხვალინდელ დღეს, როგორც შენ ფიქრობ, ასევე ცხოვრობ დღეს. იმიტომ რომ ზუსტად დღეს ამ წამს შეიგრძნობ ხვალინდელი დღის შეგრძნებებსაც. ეს ვიდეო შეიძლება ცოტა ბანალური იყოს, ცოტა გაუგებარიც, მაგრამ ვინც უკვე ხართ ამ გააზრების ეტაპზე, ისინი უკეთ გაიაზრებთ და ისინი ვინც არ ხართ, შეიძლება დროთა განმავლობაში მოვიდეს ის გააზრება, რაზეც ამ ვიდეოში ვსაუბრობ. იმისთვის რომ უკეთ შეიგრძნო, აწმყო და არ გაგირბოდეს ფიქრები წარსულში და მომავალში, უნდა დაიწყო სწორი სუნთქვები. სწორ სუნთქვამდე სანამ მივალთ, უნდა მოიშორო ყველანაირი ადიქცია, რაც გაგაჩნია. იქნება სიგარეტი, ვეიპი, მარიხუანა, პორნო, მასტურბაცია. მნიშვნელობა რა აქვს ის, რაც იცი რომ გავნებს, იცი რომ არ არის კარგი შენი სხეულისთვის. შეიძლება ამართლებდე კიდეც ამ რჩევებს, რომ მე რა პორნოს უყურებ, მე რა სიგარეტი არაფერს არ მიკეთებს, მაინც ვირივით ვარ, ძალიან ბევრის გამსმენია. თუ ესეთი ადამიანი ხარ, გთხოვ, დღესვე შეაჩერე ესეთი ადამიანობა და მიყევი შენი სხეულის გაჯანსაღებას, შენი ფიქრების გაჯანსაღებას, სიცხადეს და მაგის მერე უკვე დაიწყე მუშაობა სუნთქვაზე. ზუსტად სუნთქვითი პრაქტიკების გამო გავხდი ყველაზე ფოკუსირებული და ყველაზე კონცენტრირებული ვიდრე ოდესმე ყოფილ ვარ და ზუსტად სუნთქვა მოგცემს იმის შეგრძნებას, რომ დღეს და ახლა ცხოვრობ. კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, რას ნიშნავს დღეს და ახლა ცხოვრობ. ეს არის უკვდაობის შეგრძნება მომენტში. იმიტომ რომ როცა შენ ძალიან ფხიზლად ხარ, სულ გაანალიზებაში ხარ, ვარდები ეგზისტენციალურ კრიზისში. ეგზისტენციალური კრიზისი არის ის რომ ცხოვრებას დასასრული აქვს და ძალიან ხშირად დარბის ფიქრები, კი მაგრამ რა მნიშვნელობა ეხლა რას გავაკეთებ თუ ბოლოს მაინც საფლავში უნდა ჩავწვე. აი ამ ფიქრებს მაქსიმალურად
აჩერებს და ვარდები შენს ასე ვთქვათ პატარა პოზიტიურ ბაბლში, შეიძლება ეს არ იყოს რეალობა, მაგრამ იმ მომენტში უნდა იყოს რაღაც ილუზიაში, დელულუში, პოზიტიურ დელულუში, რაც მოგცემს იმის საშუალებას, შეინარჩუნო პოზიტიური განწყობა, იყო აქ და ახლა, ცოცხალი, უკვდავი და სიკვდილი როცა მოვა, მოვიდეს. რა აზრი აქვს მაგაზე ფიქრს? ზუსტად მაგის გამო, რაც უფრო უახლოვდებით ჩვენ საფლავს, რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო ნაკლები დრო გრჩება დედამიწაზე, აწმყოში, უფრო მეც ვაანალიზებთ, უფრო მეტად გვენატრება ის პერიოდი, როცა საფლავისგან უფრო შორს ვიყავით. ადრე. აი ეს სისულელე რო შეაჩერო, ეს ზედმეტად რეალისტური სცენარი, უნდა დაიწყო მედიტირება. მოდი გავაკეთოთ, ძალიან მაგარი პრაქტიკა ვიცი, შეიძლება დაგატრუალოს. მე აქ ვერსად ვერ დავწვევი, მაგრამ ჯობია დაწვე ან მიიღო ლოტუსის პოზა, როცა აი ტიპები ეს როზიან ხო იცი? მე დავდგები, უბრალოდ გაიმეორე, თვალები შეგიძლია დახუჭო, მე შეიძლება გახილული მქონდეს. ვაკეთებთ ღრმა შესუნთქვებს ცხვირით. და მაქსიმალურად ამოვისუნთქოთ. ღრმად პირით შევისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ პირით. ამ ფუს მერე ვაკეთებთ და ბოლოს ისევ გადავდივართ ღრმა სუნთქვებზე. ხუჯერ და ბოლოს რო ჩაისუნთქავ, გააჩერე 30 წამის განმავლობაში, მერე ამოისუნთქე, ეგეც 30 წამის განმავლობაში სრულად ჟანგბადის გარეშე უნდა იყო და როგორც კი ამოისუნთქავ, ისევ უნდა ჩაისუნთქო 30 წამით. როდესაც ჩავისუნთქავ, ტაიმერსაც დავაყენებ და შენთან ერთად, მოკლედ, გავზომავ ჩემს პროგრესს. მოკლედ, ჩავისუნთქოთ სწრაფად, ცხვირით. ცხვირით მაქსიმალურად ამოისუნთქე პირით. ეხლა სწრაფად. ეხლა ისევ ღრმად 5 ჯერ. და ბოლო 30 წამი. ამოისუნთქე და ესეც 30 წამი ბოლომდე ჟანგბადის გარეშე. ვერ გავძელი. ეს ჩასუნთქული 30 წამი. როდესაც გახარ რთულია. ზუსტად ამ ტექნიკამ დამეხმარა იმაში, რომ ადიქციები აღარ მინდება პირდაპირ მნიშვნელობით. მინდება უფრო მეტის გაცემა, ვარ უფრო ფოკუსირებული, უფრო ბედნიერი და მინდება ადამიანის დახმარება და არ ვიცი, ალბათ რაღაცა კავშირია, როცა მედიტაციას აკეთებ, რაღაც უფრო მაღალთან, ვიდრე მხოლოდ დედამიწა არის. არ ვიცი. რამდენად გჯერა ამის, არც მე ვარ დარწმუნებული მჯერა თუ არა ამ ყველაფრის, მაგრამ ფაქტია,
სულ სხვანაირად იგრძნობ თავს. შეიძლება პირველ დღეს ისე ვერ იგრძნო, შეიძლება პირველ დღეს მარტო დაგიბუჟოს სხეული და თავრო დაგიხვას და ეგ ძალიან ნორმალურია. მედიტატიურ რეჟიმში არ ვიცი როგორ ასწოროთ ქართულად. უკვე აი კვირების განმავლობაში რო გააკეთებ, მერე შეხვალ, მერე იგრძნობ ამ გრძელვადიან დოპამინს, ხარისხიან დოპამინს, გრძელვადიან ბედნიერებას. დააფასებ მომენტს, რომელშიც ახლა ხარ. ნაკლები ნოსტალგია გექნება, იმიტომ რომ ნოსტალგია აღარ მოგიტანს ისეთ სიამოვნებას, ვიდრე დღევანდელი აი ეს წამი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეიძლება ძალიან ტკბილად გაგახსენდეს 15-20 წელიწადში, როდესაც უფრო ახლოს ვიქნებით საფლავთან, ვიდრე ვართ ახლა. წარმატებები და იცოდე, რომ მთავარი მისია იყო დღეს უკეთესი ვიდრე იყავი გუშინ. და ხვალ უკეთესი ვიდრე ხარ დღეს.